საუკუნის დასაწყისს შახაბაზი ორჯერ შეესწია კახეთს და დაფუძნებული ომის ერთიანად ამოაგდო საქართველოს ეს აყვავებული მხარე. 100,000 ქართველი მტრით ხმალს შეასწია. 100,000 სული ადამიანი შახმად ხვებს დააწყა და შორეული ირანის სხვა კუთხეში იმოფანტა. ამას 30 წელია, რაც შახაბაზმა დედა სამშობლოს მოსწიდა ამ ღრუბლიან სისხლს დასახლებული ქართველები. ვერაფერმა ვერ ჩაახშო დაკარგულ სამშობლოს ნებარე სიყვარული. ფერეიდანში ცოცხლობს მშობლიური ქართული ენა. სოფელი ქვემო მარწყობი, აქ ცხოვრობს 2000 ქართველი. ფისკალთებზე მდებარეობს ქვემო მარწყობი. იგი ყველაზე დიდი სოფელია ფერეიდანში. ბევრი პირვარანის მომსვლია სოფელი ბოინი. შეხედეთ ამ პატარა შენობას, იგი წინათ დიდხანს ქართველთა ეკლესია ყოფილა. ეხლა მეჩეთია. ეხლა ვნახოთ სოფელი თორები. ეს სახლი ქართული მშენებლობის ნიმუშია ქვების რიგალური წყობით. ციხე-გალავანი საუშენებია. მომთაბარე ველური ტომებისაგან თავდასაცავად. აი ფერეიდნელი ფეოდალის სასახლე. ხალხი მოხდება მისი ლამაზი სუფუთით. მისი იშვიათი სამკაულები. რაც საკმაოა, რომ სისრულეში მოიყვანონ ახალგაზრდა ბატონის ყოველი სურვილი. იქვე სასახლის ახლოს ტანჯულ გლეხკაცთა ოფრი იღურება. ველებული კავკუსის ცეცხლენ ბატონის ვიზას აპიაშვილები. ცეცხლენ სიმძრით იმეჯას, მაგრამ მოსავლის 4/5 ბატონისა. სათულიან ვენახ ფერეიდნელი ქართველები. საქართველოს უდიდო სიყვარულთან ერთად მათ კახეთიდან გახვალ ვაზი სიყვარული. სოფელ ბოინიში ძველთაგან მისდევდნენ შინამრეწველობას. სამეურნეო იარაღებს ამზადებს აქაურის სამხედრო. ისეთ დაცულია მეურნეობის ქართული წესები. კარაქს ღვებავენ სადღვებელი. ძალეულსა და ნოხებსაც ქართულ ყაიდაზე ქსოვენ. ჯარადა ტიპისარზე დარწმაც ქართულია. აპიაშვილები ზემო მარწყობის გასაყიდად მიაღწევს სიცოცხლეულობა. მათ შორის ქართული კოგას არის. ხაროსაც მისცეს ქართული სახელი. უციან ხაროს ეძახიან. აქედან ეზიდებიან სათმელ ხალხს ზემო მარწყობის გოგონები.
ბავშვები არიან. მათ აკვანში ატყობდათ ქართული იავნანა. ბავშვები მხოლოდ ქართულად ლაპარაკობენ. მოლა ონიკაშვილი ქართული ენის საშუალებით ასწავლის უსხო ქართულ ენას. ამ თავისებური შექმნის დროს ერეიქნელ ვაჟკაცებს ხმლები ეჭირათ ხელს. ხმლები მათ დაასწრეს და ეხლა ჯოხებით შეგვაძლეს. გაუძლოთ სოფლიური ქართული კიდაობის სიყვარული. კიდაობენ ველებურად ქართველური სიმკვრივე. არ დავიწყებიათ ქართული გარესარმა შუაკაური. ირდაეცა ლაფიაში ქართული ჩვეულების ამებრ ალავნები პოწნით ამტკიცებენ თავიანთ საფირმო ვეყაცებო აყვავებული დედა საქართველო. და პირველი წერილი ქართველი ხალხისათვის. გამარჯობა ქართველებო. იცოცხლეთ იქ ამაგების მტერზე. ნაზად იყოს ჩვენი მამა, ბატონი. შეიწერებიან სამშობლოს მორწებული ქართველობა. საქართველოს მიწას იცავენ, მასზე ოცნებობენ აბიაშვილი, დააკაშვილი, ხუთიშვილი, ონიკაშვილი, ლაფიაშვილი და ვინ მოსვლის კიდევ რამდენი ასეთი ქართველი ვაჟკაცი გადაწყვეტილი. როგორ ხარ? ლაფიაშვილი. რამდენი წელი ხარ? 25 წელი. 45. სადაც ცხოვრობ? ზემოთ მარტყოფი. რამდენი წელი ცხოვრობ? 400. როგორ ხარ? ლაფიაშვილი ხარ. 65. ბაღი გააქვს? გააქვს ბაღი? მას. სიგრა მოყავ. გასული. ურგენი. კიდე? ვაშლი. ხემალი. ერენი. ნიუსი. კაკალი. ალბალვა. კიტრი. კარგია. ახლა თქვენი ხარ, შენ რა გარი ხარ? ონიკაშვილი. ბევრი ხარ ონიკაშვილი? ბევრი, 500-ია. 500 კაცია. 500 კაცია. კარგია. მითხარი ხარ თქვენ. ონიკაშვილები აქა დიდი ხანია ცხოვრობენ? დიდი ხანია ცხოვრობთ აქა? დიდი ხანია ცხოვრობ. რამდენი წელიწადია რაც აქ ხარ სულა? ის მოსული აქ ხა. ხო. 360 წელი. 360 წელი. აჰა, კარგია. ძველი საათაზე გახსენთელა. არ მახსენ ბატონო. რა გაგიგია იმის შესახებ? სიდნები არის. მოსკოვა უკაცი ყოფილა. ხო. მოსულა ისპანში და აბასთან. ხო. განხანა ლასკარი თოკვანია საქართველოსი. ხო. უცხუბაუკე ვეირხან. ხო. განხანა კონთაი ოკვანია გომოკვანია ყოთა.
დოსახლავებიაყე მარტყოფში, გემოთ მარტყოფშია. იმის უკანა სამოცი გავლულა. ონიკასული. ბატონო, თქვენ მიხარით რა, მეურნეობას ეკეთებთ. ხნალთა მუშაობა, ხომუშაობა გოგავთ მინდოსი, ჩონქალები, ყალითას აქცევენ, წინდას იქნენ, არს ასვენ. ეგეთ საქმეები გოგ, ეგეთ მუშაობები გოგ. ჩონქინას მივალთ მინდოსი, საქნალზე, სარწყავზე, ალაფასავში ბავს, ხოს გაფინაღლი, ეგეზაგერში. ეგრები არა ვართ, მუშა ხალხები ვართ. ეგრები არა ხართ. ეგრები არა ვართ, მუშა ხალხები ვართ. მუშაობა გიყვართ? გუყოს, გუყოს მუშაობა. ხორბალი კარგი მოდის? ხორბალი მოდის, ნავა მოდის. აბა მითხარიოთი, როგორ აღცხოვრობთ? ხონა ცხოვრობ ბატონო მართალია არის რომ თუ პატრონი ყვანდეს მართალში ცხოვრებ. ეხა სუხდები, ხუსები გოგონებენ, იმაში რომ სახაბასმა გოდმოგრეკა 150 წელიწადი და მოიდა შერიმხანი, ეკითხე გოგრეკა ავედი თაჩიგა სიხეს დავძახი. ანკა დოგოწუხეს ჩონ ბავშვები, ჩონ თვალები, ჩონ ქვალები, ჩონ ახალგაზრდები გადაყარეს ხეთსაკენა. ან კითხენა რომ დავთანთლეს, კიდემ თემევეყარენით, რომელ გუბინატორით მივა იძახის რომ ესენა დაკარგეთ, არ გინდაყეო, ჩვენ არ აღკარგავთ ენათა. მართალიეს არის რომ პატრონი უნდა ხვანდეს თავზე კაცთა, რომ მართალი იგნათ. ეხა სუხდები, ჩვენ მამულები მიაყე, ჩვენ კირიტყებს მიირეკენ, დაემან გოგონებენ, ჩვენ რამე რო არის პატრონი რომ ყვანდეს თავზე გაგონუგვა მართალი იგნათ. ჩვენ შეცხრეთ ნამავართ, ჩვენ რამე რო არის ახირდება უნდა ჩამოხიდეთ ეხა გნახოთ, მაინც განდეთ ეხა გნახოთ, ეს არის ჩვენ სუხვა, ჩვენ სიცოცხლე, ეგრენ არის ჩვენ ბატონო. ქართული ენა ხარ დაგავიწყდება? ჩვენ ქართული ენა არ დაგავიწყდება. არ დაგავიწყდება? აბა ვეცდებით რომ ეხლა ძალიან ხშირად ჩამოიდნენ ხოლმე ჩვენები და გნახოთ. მადლობ ბატონო. სიგნებით, როულებით, თანხრებით, მადლობ ბატონო. ცოტა ისწავლოთ წერა კითხვა. მადლობ ბატონო. ჩვენ წერა იცით არა? ცოტა იცით ბატონო. ცოტა იცით, ხო, რამდენი კაცი კითხულობს აქ აღა? ეხა, ხო, რამდენი კაცმა იცით კითხვა? 4 კაცმა იცით. 4 კაცმა იცით. 4 კაცმა იცით ბატონო. დიახ.